გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ავიაკატასტროფა საქართველოს აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი. კურიერმა მოიპოვა ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა. კატასტროფა განიცადა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავმა C-130-მა იგივე ჰერკულესმა. ფლაირადარის მონაცემებით თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან, კონკრეტულად განჯის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 2 საათსა და 19 წუთზე აფრინდა, რის შემდეგაც ფრენების მონიტორინგის საერთაშორისო პლატფორმაზე განახლებული მონაცემები აღარ იძებნება. სამხედრო თვითმფრინავი მფრინავდა დაახლოებით 8 კილომეტრის სიმაღლეზე 519 კმ/სთ სიჩქარით, რის შედეგად ვარდნა დაიწყო. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ავიაკატასტროფის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქართველოს აზერბაიჯანის საზღვართან იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნათია წითელაური და ის შემოუერთდება ახლა კურიერის ეთერს. ნათია, ეთერში ხარ, გისმენთ. დიახკესო, ჩვენ მიმყოფებით დაახლოებით იმ ტერიტორიაზე, სადაც 2 საათის შემდეგ, შუა დღის შემდეგ ავიაკატასტროფა განიცადა სამხედრო თვითმფრინავმა. კადრშიც ხედავს მაყურებელი, რომ აქ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებია მობილიზებული და ამის იქით ჩვენ მედიას აღარ გვეძლება საშუალება, რომ გადავაადგილეთ. რაც შეეხება ფაქტს, ყავს თვითმხილველები, რომლებმაც დარეკეს 112-ში და ფაქტის შესახებ აცნობეს C-130, რომელიც 2 საათსა და 19 წუთზე განჯის აეროპორტიდან აფრინდა, როგორც ცნობილი რამდენიმე წუთში, რომელიც აზერბაიჯანი თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, განიცადა ავიაკატასტროფა. რეისი ამსახველი ვიდეო კადრებიც ინტერნეტშიც გავრცელდა. ჩვენ პერიოდულად ამ ტერიტორიაზე გვხვდებოდა თვითმფრინავის სხვადასხვა ნაწილები, რომლებიც გვაძლევს იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ჰაერშივე განიცადა ავიაკატასტროფა და ჰაერშივე მოხდა თვითმფრინავის დაშლა. იმ ვარაუდს შესაძლებელია, რომ თვითმფრინავში იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი, რადგან თვითმხილველები კურიერს უყვებიან, რომ მათ შემთხვევის ადგილზე, როდესაც მივიდნენ, უკვე ნახეს რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ გარდაცვლილი. რაც შეეხება თუ რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა, ამასთან დაკავშირებით მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მთელი ტერიტორია არის სხვადასხვა უწყებებით მოცული, მათ შორის სამართალდამცველებით, სახანძრო სამაშველო ბრიგადებით. ჩვენ ბუნებრივია ვრჩებით ტერიტორიაზე და მოვლენების შესაბამისად მოგაწვდით უფრო მეტ დეტალს. ახლობელია ტრაქტორზე მუშაობდა და თქვა, რომ გაიგეთ, რომ თვითმფრინავი ჩვენ სახში ვიყავით რაღაცა და ეგრევე წამოვიდა. როგორც ვიცით, რა ვიცი, თვითმფრინავი არის ჩამოვარდნილი. კარები არის სავარაუდოდ თვითმფრინავისა და რავი, აგერ იქ არის კიდე ეს არის. რაღაც დეტალია კიდევ იქ და ჩამოვარდნილი და კიდე რაღაცები შეხვდება. არ ვიცი, არაფერი მოახლო არავინ არ მიდუშვა და უბედურება როა ვნახეთ, სხვა არაფერი არ ვნახე. უბედურება არის და დამწვარია და ფერფლილია ყველაფერი და მეტი არაფერი არ ვნახია გამოდრიალდი წამო. გარდაცვლები არიან. არ ვიცი, არავინ არ იცის, შე რა ვიცი, ნაპოვნი ყავთ ერთია, როგორც თქვენ, არავინ არ იცის რამდენი არიან. დიახ, შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში საქართველოს აზერბაიჯანის საზღვარზე დაახლოებით საზღვრიდან 5 კილომეტრშია მომხდარი. გამოძიება 275 მუხლით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს ავიაკატასტროფას, რამაც გამოიწვია ადამიანების სიცოცხლის მოსპობა. მადლობა ნათია, შემთხვევის ადგილიდან გვერდთვებოდა ნათია წითელაური. ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით სიღნაღის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი, რომელიც პირველადი ინფორმაციით ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დეტალური ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის. განცხადებას ავრცელებს საქაერო ნავიგაციაც. ტექსტში ნათქვამია, რომ საერთაშორისო პროტოკოლის სრული დაცვით საქაერო ნავიგაციის საძიებო ჯგუფში გაემგზავრა სავარაუდო ინციდენტის ადგილის აღმოჩენისა და დაზარალებულებისთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის მიზნით. უწყების ინფორმაციით საჰაერო ხომალდის საქაერო ნავიგაციის რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ განგაშის სიგნალის გადმოცემის შემდეგ გარეშე გაქრა. რის შემდეგაც საქაერო ნავიგაციამ დადგენილი ძებნაშველის
სისტემის სამუშაოები დაიწყო. ამჟამად უკვე ინფორმირებულია აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტი, საიდანაც თურქეთის ბორტი აფრინდა. ასევე ინფორმაცია მიეწოდა თურქეთის მხარეს. ამჟამად საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად საავიაციო წესების გათვალისწინებული საძიებო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია გავრცელა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ. ჩვენმა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავმა SIA-30-მა, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებას აპირებდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა. სამძებრო და სამაშველო ოპერაციები დაწყებულია აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით. წერს თურქეთის თავდაცვის უწყება. ავიაკატასტროფას ეხმაურება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც. ალი ერლიკაია X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ქართველ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მიდის. სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დაღუპულების გამო სამძიმარი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია. აზერბაიჯან დღეს დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მომავალი SIA-30 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა. ჩვენ ვაგრძელებთ ნამსხვრევების ძებნის სამუშაოებს ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით. ღმერთმა შეიწყალოს ჩვენი დაღუპულები. საქართველო-თურქეთის საზღვართან მომხდარ ავიაკატასტროფას გამოეხმაურა ილჰამ ალიევი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა. საქართველოს ტერიტორიაზე ავარიის შედეგად სამხედრო მოსამსახურეთა დაღუპვის ამბავმა ჩვენ უკიდურესად შეგვძრა. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას, წერს ილჰამ ალიევი. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის თურქეთის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საუბარი შედგა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით ალი ასადოვმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის, საძიებო სამაშველო ოპერაციის სამუშაოებისთვის, ასევე შემთხვევის ადგილზე გაგზავნოს აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პერსონალი და მიიღოს სხვა საჭირო დამხმარე ზომები. მედიის ცნობით ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა ამ მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამჟამად ადგილზე მუშაობენ საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ტრაგედიასთან დაკავშირებით კონტაქტს. ამ წუთებში იწყება სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეზე დაკავებული გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი. ლევან კოპოტაშვილთან ერთად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და გაფლონგის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა კიდევ 4 პირზე მიმდინარეობს. მათ ბრალი დაუსწრებლად უკვე წარედგინათ. გამოძიების მიხედვით 2018 წელს გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია შორის გაფორმდა შეთანხმება სამტრედია გრიგოლეთის გზის და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოებზე. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ზედამხედველობა არ ჩატარებულა, საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი ადასტურებდა ყალბად შედგენილი სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა ლევან კუპატაშვილი. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად კი ხიდი ჩაინგრა. ბრალდებულებმა სახელმწიფოს საერთო ჯამში 16 მილიონი ლარის ზიანი მიაყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლევან კუპატაშვილს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სფერო ჰოლდინგის დამფუძნებლის საქმეზე კი სასამართლო ხვალიმსჯელებს. გივი წულეისკირი დაკავებულია. საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტს. ამავე საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სფერო ინვესტის დირექტორის გიორგი მურუსიძის წინააღმდეგაც. გამოძიების ინფორმაციით წულეისკირმა და მურუსიძემ 300-მდე მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობით თანხები, თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება და 12 მილიონამდე ლარის მოტყუებით დაუფლნენ. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. არ აღიარებს, იმიტომ რომ ის პასუხისმგებლობას არ გაურბის, რომ
დაზარალებულები უნდა დააკმაყოფილოს, მან და მეორე პიროვნებამ გიორგი მურუსიძემ და ცდილობდა რომ მოეზიდა რამე თანხები და ემზადებოდა ამისთვის რომ ეს თანხები ნელ-ნელა გადაეხადა დაზარალებულებისთვის. ის მხოლოდ ითხოვდა გარკვეულ დროს და ხელშეწყობას, რადგან აქვთ უძრავი ქონებები და ამ უძრავ ქონებებს ადევს ყადაღები და რომ შეძლებოდა ამ უძრავი ქონებების თუნდაც რეალიზაციით, პირდაპირი წესით დაზარალებულებზე გადაფორმების გზით მათ დაკმაყოფილებას. აუცილებლად დავაყენებ გირაოს შუამდგომად. ჯერჯერობით შეთანხმებული ოჯახთან თანხა არ მაქვს. ვეძებდი ბინას გირით და საერთოდ არც იშოვებოდა არსად გირით ბინები, მხოლოდ სფერო ინვესტს ჰქონდა ყველა გვერდზე განთავსებული. ერთი წელი ნორმალურად წარიმართა ისიც იმიტომ რომ თანხა მივეცი და ეგრევე გადაიხადეს ერთი წლის თანხა და შემდეგ მეორე წელს ვეღარ გადაიხადეს. $18,000-ზე. ეს თანხა ჩემმა მშობლებმა მომწეს. ჩემი შეგროვებულიც იყო ნაწილი. დოკუმენტი ითვალისწინებდა რომ ნებისმიერ დროს შემეძლო დამებრუნებინა ეს თანხა, თუ გადავწყვეტდი ხელშეკრულების გაუქმებას, შემეძლო რომ დამებრუნებინა თანხა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ბინით რუსულყოფილი ყოფილიყავი. ვაპირებდი ხელშეკრულების გაგრძელებასაც, ანუ მთლიანი თანხის დაბრუნება არ მინდოდა. მაგრამ ვერ განვითარდა მოვლენები კარგად. მოსთანხების საწავი და არ ვიცი მისი თქმით, მათი თქმით ინვესტიციას მოხმარდა ეს თანხები, აშენდა ბინები და ბინების გაყიდვის შედეგად ჩვენ უნდა დავაკმაყოფილებინეთ. სფერო ჰოლდინგის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრეს. უწყების ინფორმაციით გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ ბოლო 3 წელიწადში სფერო ინვესტის სახელით ფიზიკურ პირებთან გააფორმეს უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები და მილიონობით ლარი თაღლისრურად მიითვისეს. გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს. ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს. გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე სფერო ინვესტის სახელით ფიზიკურ პირებთან გააფორმეს უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის, აგრეთვე ეგრეთ წოდებული კაპიტალ დაბანდების შესახებ ხელშეკრულებები. კაპიტალ დაბანდების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეები სფერო ინვესტის ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს. გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ ზემოაღნიშნული ხერხით 254 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები, თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუები დაეუფლნენ. გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. ამასთან ჯგუფის ერთი წევრის მიმართ კანონი დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა. კურიერი საფრანგეთის საელჩოსგან წერილზე პასუხს ელოდება, რატომ შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს ელჩი კონსპირაციულად და არა საელჩოში. რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა და რა დავალება მიიღეს ენჯეებმა. ამ კითხვებზე პასუხი ოლივიე კურტოს ამ დრომდე არ გაუცია. ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში საფრანგეთის ახლა დანიშნული ელჩი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. კითხვის ნიშნებს ბადებს ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე რომ ეს არ ყოფილა საჯარო შეხვედრა, არ ყოფილა შეხვედრა საელჩოში, იყო შეხვედრა ბინაში, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ეს არის ახალი ელჩი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, ჩვენ ძალიან დიდი იმედს ვიტოვებთ რომ იგი არ გავა ვენის კონვენციიდან, კონვენციის პარალელებიდან და შესაბამისად საინტერესო იქნება რა კომენტარს გააკეთებს უშუალოდ ელჩი და საელჩო ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. მე არ ვიცნობ გარემოებებს, რა ვითარებაში მოხდა ეს შეხვედრა, რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა, ვინ იყვნენ ჩართული მხარეები. იმის შემდეგ, რაც მე მეცოდინება დეტალები ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, სანდო წყაროებიდან, ოფიციალური წყაროებიდან, რა თქმა უნდა, გაგცემთ პასუხს. თუ ეს საელჩოს მხრიდან ორგანიზებული იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც რაიმე შეკითხვას გაექცა და არ განმარტა კონკრეტული შეხვედრის შესახებაც იქნება, რა თქმა უნდა, გაკეთებული კომენტარები.
აგენტურად გადაქცეულ ადამიანებს რომ დასამალად აქვს საქმე ნამდვილად არ მიკვირს, უბრალოდ უცნაური არის რატომ გადაწყვიტა საფრანგეთის ელჩმა რომ ასეთ კონსპირაციულ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. ვფიქრობ, დიპლომატები, რომელიც საკუთარ ქვეყანას ემსახურებიან იმისთვის, რომ საქართველოსა და იმ კონკრეტულ ქვეყანას შორის იყოს საუკეთესო ურთიერთობა, ალბათ ეს უნდა იყოს ძირითადი სულისკვეთება მათი ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯის. ამ შემთხვევაში კონსპირაციული შეხვედრა აგენტურად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან ნამდვილად არ ემსახურება ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ასე ვთქვათ საუკეთესო მაგალითს, ამიტომ ალბათ თავად გააკეთებს ამ ყოველფრიდან გამომდინარე დასკვნებს და არ გამიკვირდება, რომ აღნიშნული დიპლომატიც იმ არასწორმა ადამიანებმა შეიყვანეს შეცდომაში, ვინც ამდენი ხნის და ამდენი წლების მანძილზე არაერთ დიპლომატს არასწორი გზებით თუ არასწორ ადგილებში ატარებდნენ. ოპოზიცია კი საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს. პრაიმ-ტაიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემა. სააგენტოს ინფორმაციით ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას თხოვს და ბრიუსელში მაღალჩინოსნებს არწმუნებენ, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს. ამას ვაკეთებდით, ახლაც ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. ხოლო აქამდე რა სანქციებიც დაწესდა, კარგად მოგეხსენებათ, რაც არის სანქციები დაწესებული, ხო? ეს არ არის მარტო ჩვენი საქმიანობის შედეგად. ამ საქმიანობით არის დაკავებული ძალიან ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია, ძალიან ბევრი პიროვნებისგან აქვთ ინფორმაცია. 99% საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ ეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. არასოდეს არც ერთხელ ლელო ძლიერი საქართველოს პოზიცია არ ყოფილა, რომ ქართველმა ხალხმა ან და საქართველოს უნდა დაკარგოს უვიზო რეჟიმი ან კანდიდატის სტატუსი. პირიქით, ჩვენ ვაკეთებდით ყოველთვის ყველაფერს იმისთვის, რომ ეს დღე არ დამდგარიყო და თუ ვინმე ბრიუსელში დადის და მოითხოვს, რომ ქართველი ხალხი იქნას დასჯილი, ის ძალიან დიდ შეცდომას ჩადის. ჩვენ შევინარჩუნებთ ყოველთვის ამ პოზიციას და მივაღწევთ მშვიდობიან პოლიტიკურ ცვლილებას, ისე რომ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს. ჩვენ კარგად გახსოვს ხელს როგორ გვიშლიდნენ, როდესაც პონდებოდა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, ხელს როგორ გვიშლიდნენ, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის ხელშეკრულება პონდებოდა ევროკავშირთან, როგორ დადიოდნენ კაბინეტებში, რომ კანდიდატის სტატუსი ჩვენთვის არ მოეცათ შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკურია, რომ ეს რადიკალები ახლა ითხოვენ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას საქართველოსთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ისეთ მდგომარეობაში არიან, პულსი ფიზიკურად არ ესინჯებათ, ბოლომდე გამარგინალებულები არიან და გონიათ, რომ ევროკავშირი ამ ნაბიჯს გადადგავს, რისი ხაზგასმით მინდა ვთქვა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი ჩვენ არ მიგვიწია, მაგ შემთხვევაში ქაოსს შემოიტანეს საქართველოში და რაღაცა მორიგი რევოლუციური სცენარის დაგეგმით იქნებიან დაკავებულები, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს მათ დღის წესრიგს წარმოადგენს. რისთვის უნდა ვიზანს უნდა მივახციოთ ხო ყურადღება. აქ არეულობის გამოსაწვევად უნდა და თქვა დესტაბილიზაციის გამოსაწვევად და რევოლუციური პროცესის გამოსაწვევად ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა. ეს არის ერთ-ერთი იარაღი შანტაჟის. მე თუ დამასანქცირებენ, ამის გამო ქართველი ხალხი არ აჩვენდება, ხო? მთლიანად იმართებიან დიქტატის გავლენის ქვეშ ყოფი ევრობიუროკრატებისაგან და იქიდან იღებენ მითითებებს, რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რომ აქ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია. ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეის მონიტორები საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდებიან. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების ადგილზე შესასწავლად სტრასბურგიდან ჩამოსულ მისიას დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ უმასპინძლა. შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ დელეგაციამ ფრაქცია გახარია საქართველოსთვის, ხალხის ძალისა და ევროპელი სოციალისტებისთვის წევრებს მოусმინა. დღეს მეორე ნახევარში მონიტორები ქართული ოცნების ლიდერებს ლევან მახაშვილსა და ლევან მაჭავარიანს შეხვდნენ. ამ წუთებში კი მისიის წევრებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ხდება. მართულ გუნდს აინტერესებს რა პოზიცია აქვთ პასეს წევრებს 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე. მოგეხსენებათ, ამ ტიპის შეხვედრები პოზიციების დაფიქსირებას არ ითვალისწინებს, ეს არ არის მათი მანდატი. ჩვენ კიდევ ვიმეორებ ფაქტობრივად ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რამაც გამოიწვია ამ ქვეყანაში სამწუხაროდ პოლიტიკური პროცესის დაზიანება, ინფორმაცია მივაწოდეთ. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი უკვე დეტალურად არიან საქმის ხურში იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით 4 ოქტომბრის გარშემო განვითარდა ამ ქვეყანაში.
ჩვენ მათ ძალიან ნათლად აუხსენით, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიცია. ჩვენ ეს კანონი მივიღეთ საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არანაირად არ არღვევს არც ერთ უფლებას, რომელიც არის ჩამოთვლილი, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ამიტომ ჩვენ მათ ნათლად უთხარით, რომ ეს კანონი გასაჩივრებულია როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე გასაჩივრებულია სტრასბურგშიც. შესაბამისად, დაველოდოთ განხილვებს, მათ შორის ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, არც სტრასბურგის სასამართლომ ამ კანონში ვერ დაინახა მყისიერი საფრთხე. შესაბამისად, ამ კანონის დროებითი შეჩერება მან არ მოითხოვა. რაც შეეხება ძალადობის დაგმობას, ამაზე პასუხად მივიღეთ, რომ რეპორტერები და მომხსენებლები არ აფასებენ ზოგად პოლიტიკურ სიტუაციას და არ აფასებენ სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების, ასე ვთქვათ, ქმედებებს, არამედ ისინი აფასებენ როგორ ასრულებს საქართველოს თავის ვალდებულებებს. თუმცა საქართველოს თავისი ვალდებულებების შესრულებაში, რომ პოლიტიკური კლასი მთლიანად მონაწილეობს და როდესაც ერთი მხარე ამ ვალდებულებების შესრულებაში შენ ხელს გიშლის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას აწყობს ამის არ შემჩნევა და არ დაგმობა, ჩვენ ამის შესახებ მათ მიუთითეთ, რომ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი პოზიცია. პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა პარლამენტის პლენარული სხდომა. ქართული ოცნების წევრებმა ოპონენტების მხრიდან დესტრუქციულ და რადიკალურ ქმედებებზე ისაუბრეს. ოპოზიციის ფლანგიდან პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს ფრაქცია გახარია საქართველოსთვის წევრებმა, რომლებმაც მართველი გუნდი გააკრიტიკეს. სხდომაზე ისმოდა ურთიერთ ბრალდებები. მინდა ჩვენი მოწინააღმდეგეების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მავნებლურ ტაქტიკაზე გესაუბროთ, ეს არის ტერაქტი ეკონომიკაზე, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ანხორციელებენ. და ტაქტიკა ესეთია. გადატრიალებას ეკონომიკური და სოციალური კომპონენტის გარეშე ვერ მოახდენენ, ამიტომ მათი ერთ-ერთი ძირითადი სამიზნეა იმ ბევრ მავნებლობებთან და ბოროტებებთან ერთად რომ დააზიანონ და ჩამოაქციონ ქართული ეკონომიკა. ოპოზიციის მუდმივი არეულობები ქუჩებში პირდაპირ აისახება ქვეყნის იმიჯზე და მათი გათვლებით უნდა აისახოს როგორც ჩვენ საინვესტიციო რეიტინგებზე, ასევე აღქმებზე. თითეული გარეთ მოწყობილი უმსგავსო და ყველა მავნებლობის ჩათვლით მიტინგი თუ აქცია, სწორედ რომ გარეთ უცხოელი ინვესტორების თუ ტურისტებისთვის უნდა იყოს წითელი ნიშანი, რომ არ ჩამოვიდნენ საქართველოში. თქვენ სხვას როგორ ეძახით ნაცებს, როცა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თავად ნაციონალურ მოძრაობაში აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი ნაცი, რამდენიც დღევანდელ ოცნებაშია პორტირებული, შემდეგ წახალისებული და ზოგი დაწინაურებულიც კი. რომ თქვენ დასუსტებული და გამქრალი ნაცები არ გჭირდებათ, იმიტომ რომ ის საფრთხობელას როლს ისე კარგად ვეღარ შეგისრულებენ. ამიტომ, როცა ეს საჭიროა, ხშირად აცოცხლებთ მას და ის არაერთხელ გაგიკეთებიათ. არანაირი კოალიცია ზუგდიდში ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ არ არსებობს კოალიცია საკრებულოში. ეს არ არის კოალიცია, არც ყოფილა და არც იქნება კოალიცია ნაციონალურ მოძრაობასთან. მაინც შეგახსენებთ ის განმარტებისთვის, რომ კოალიცია არ ნიშნავს მაჩის ბიუროში რეგისტრირებულ კავშირს. კოალიცია ნიშნავს ერთობლივად დაკომპლექტებას ხელისუფლების და გადაწყვეტილების ერთობლივად მიღებას. ხვალ გვექნება ბიუჯეტის განხილვა. აი მხარს თუ დაუჭერთ, მე ნახავთ დაგაბრალებენ თუ არა კოალიციაში შესვლას. ამიტომ ეს რეგისტრირებული კავშირი არ არის, ეს არის გადაწყვეტილების ერთობლივად მიღება და რა თქმა უნდა, საკრებულოებში ზუსტად ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა პოლიტიკური კავშირი, ანუ კოალიცია, რომელიც თქვენ გქონდათ. სინქრონში მოქმედებთო და არ გაწყობთო, რომ ნაცები გაქნენო, მე არ ვიცი თქვენ ტელევიზორს ადევნებთ თვალყურს თუ დარბაში ზიხართ, ხო, ბოლოს და ბოლოს ხეთხართ და მე მგონი უნდა იცოდეთ ის, რომ კონსტიტუციური სარჩელი შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით და 6 თვე იმუშავა საგამოძიებო კომისიამ იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტებით და მტკიცებულებებით გაგვემყარა ეს გაგვემყარებინა ეს სარჩელი და 9 თვის ვადა აქვს, როგორც იცით, საკონსტიტუციო სასამართლოს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ობიექტურ გაწყვეტილებას მიიღებენ და აიგრძალება, საერთოდ გაქრება ეს პოლიტიკური ძალა ჩვენი პოლიტიკური ველიდან.
ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ უკრაინა დასავლური იარაღის პოლიგონად არის ქცეული, სადაც ნებისმიერი ახალი იარაღის გამოცდა ბრძოლის ველზე შესაძლებელი. მეთიუ უიტაკერმა Fox News-ის ეთერში უკრაინა მოიხსენია, როგორც მომავლის საცდელი ლაბორატორია. ელჩს მიაჩნია, რომ ევროპამ მეტად უნდა გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა და თანხის გამოყოფა, რადგან ეს მათი ომია. უკრაინაში ვიყავი, შევხვდი როგორც სამხედრო ხელმძღვანელობას, ისე საწარმოების ხელმძღვანელებს. ჩემთვის აშკარაა, რომ უკრაინა მომავლის საცდელი პოლიგონია. ბრძოლის ველზე შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ მუშაობს ან არ მუშაობს იარაღი. უკრაინაში მიმდინარე ომიდან ჩვენ უნდა ვისწავლოთ გაკვეთილები, როგორც ნატომ, ისე შეერთებულმა შტატებმა და უზრუნველყოთ, რომ იმ ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში, თუ კიდევ ერთ ომში აღმოჩნდებით, მზად ვიყოთ თანამედროვე ომისთვის. ბოლოს და ბოლოს გახსოვდეთ ძველი გამონათქვამი. გენერლები ყოველთვის ემზადებიან ბოლო ომისთვის და არა ამჟამინდელისთვის. ახლა კი უნდა ვისწავლოთ ამჟამინდელი ომის გაკვეთილები და უკრაინა სწორედ ეს საცდელი პოლიგონია. მიმაჩნია, რომ ევროპამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ომში მყოფ ქვეყანას შეერაღებას დროულად სჭირდება. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთი დასტურია, რომ დასავლეთმა უკრაინა რუსეთთან ომისთვის გამოიყენა. მადლობა ღმერთს, სხვა ქვეყნის ინტერესები არის, რომ უკრაინამ დაიცვას თავი. ორმაგი მადლობა, რომ უახლესი სახის იარაღს აწვდიან უკრაინის თხოვნით უკრაინას იმისთვის რომ დაყოვნება არ იყოს სანამ ეს იარაღი იქნება გამოცდილი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა შეაფასა ის მდგომარეობა და ადეკვატურად შეაფასა ის მდგომარეობა, რომელიც არის უკრაინაში იმ ომიდან გამომდინარე, რომელიც მიმდინარეობს და ეს არის უმძიმესი ვითარება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დგენელი მსოფლიოში დღესდღეობით და ეს არის ხალხის მოთხოვნა. ძალიან სამწუხარო რეალობა არის, რასაც ნელ-ნელა მსოფლიო თვალს უსწორებს, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, არამედ ზოგადად მსოფლიოში უკვე ყველას ასე ვთქვათ, თვალი აქვს ახელილი თუ რა მოხდა რეალურად უკრაინაში და თუ როგორ გამოიყენეს სამწუხაროდ უკრაინა პროქსი ომისთვის დასავლეთ და რუსეთს შორის სატელიტ ქვეყნად და ესეთი ტიპის განცხადებები, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე მოსასმენია, პირველ რიგში მძიმე მოსასმენი არის უკრაინელი ხალხისთვის, თუმცა უნდა გვავიწყდება, რომ უკრაინას პირდებოდნენ მაგალითად დაჩქარებული წესით ნატოში მიღებას, უკრაინას, როდესაც უკვე ფაქტობრივად შეთანხმება ჰქონდა მიღწეული რუსეთთან 2022 წლის მარტში და როდესაც ეს ომი უნდა დასრულებული იყო, იქ ბატონი ბორის ჯონსონი ჩავიდა და ჩაშალა ეს მოლაპარაკებები, რაზე ძალიან ღიად საუბრობს ბატონი ზელენსკის ადმინისტრაცია. შესაბამისად ეს ყველაფერი ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ეს ყველაფერი არის დასავლეთ და რუსეთს შორის, ასე ვთქვათ, ბრძოლა, რომელშიც გამოყენებული არის უკრაინა. მე უკეთესად ვიტყვი, ვიდრე ამის თაობაზე თქვა ვიცე-პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატებისა ჯეიდი ვენსმა. მან ეს ომი დაახასიათა როგორც პროქსი ომი. ესეთი პროქსი ომის გამოძახილია, რა თქმა უნდა, ევროპული ბიუროკრატია და დიპ სტეიტი უკრაინის ხელით აწარმოებენ ომს. და თუ ისინი დამარცხდებიან ამ ომში, რა თქმა უნდა, ის ვინც პროქსი ომს აწარმოებს, ისიც დამარცხდება. საპირველია, რომ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, მაგრამ ლაპარაკობენ. ეთქობა იმდენად კრიზისულ სიტუაციაში შევიდნენ, რომ უკვე შეუძლებელია, რომ ამ თემაზე არ ილაპარაკონ. თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა უნგრეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ორმხრივი გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მინისტრთან შეხვედრამდე თავდაცვის უწყებაში უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მირაკლი ხმალაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია რუსთავიერს უწყებაში დაუდასტურეს. ხმალაძე, რომელიც პროფესიით იურისტი, აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნვამდე ის თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა. კახეთში ძალადობის ბრალდებით ყვარლის მერის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა დააკავეს. გამოძიებით დაადგინდა, რომ 8 ნოემბერს ყვარელში ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტისას ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვის საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა. პოლიციამ სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა. გამოძიების მიხედვით თურქეთის მოქალაქეებმა მატერიალური სარგებელის უკანონო მიღების მიზნით $1000 გადახდის სანაცვლოდ გაასაღეს 2000 ერთეული ქართული ყალბი აქციზური მარკა. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით $1000 გადახდის სანაცვლოდ გაასაღეს 2000 ერთეული ქართული ყალბი აქციზური მარკა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი აქციზური მარკები სრულად იქნა ამოღებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დავუბრუნდებით ავიაკატასტროფას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სადაც თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თურქეთის თავდაცვის უწყებამ გავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავში 20 ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნათია წითელაური, რომელიც ბოლო ინფორმაციას ადგილიდან მოგვაწვდის. ნათია, გისმენთ. დიახკესო, ჩვენ ვაგრძელებთ ივლის ჭალებში მუშაობას და შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ ავიაკატასტროფას მოჰყვა მსხვერპლი, თუმცა რაოდენობა ამ ეტაპზე არის უცნობი. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორცზე 120-ზე, იგივე ჰერკულესზე, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, 20 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა როგორც გითხარით, აქედან რამდენი ადამიანია დაღუპული, ამის შესახებ ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ინტენსიურად მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები. ცოტა ხნის წინ ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, რომელიც უშუალოდ ესწრება და ადგილზე ეცნობა საგამოძიებო მოქმედებებს. ტერიტორია თითქმის საკმაოდ დიდი ნაწილი არის ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული, რა ტერიტორიაზე ჩვენ უკვე მედიის საშუალებებს აღარ გვეძლევა საშუალება, რომ გადავადგილდეთ და უფრო მეტი დეტალი გახდეს ჩვენთვის ცნობილი. რაც შეეხება ფაქტს, დაახლოებით 2 საათის შემდეგ თურქეთის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავმა განიცადა ავიაკატასტროფა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ივრის ჭალებში, აზერბაიჯანის საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში თვითმფრინავი ჩამოვარდა და შედეგად არიან გარდაცვლილების, თუმცა როგორც გითხარით, ზუსტი ოდენობა არ არის ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე დაიწყო გამოძიება 275 მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის წესების დარღვევას და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანთა გარდაცვალება. მადლობა ნათია, შემთხვევის ადგილიდან გვერდება ნათია წითელაური. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნიდან უკვე გააძევეს 1000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება გასული 3 წლის განმავლობაში გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა დაიწყო. სხდომას ესწრებოდა მზია ამაღლობელიც. სასამართლოს შენობასთან შეკრებილები იყვნენ ამაღლობელის მხარდამჭერები. ადვოკატები ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას. ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 6 აგვისტოს შეეფარდა. მას მსჯავრი წარუდგინეს მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარასან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ. ჩვენ გქონდა შუამდგომლობა მნიშვნელოვანი დოკუმენტების დართვაზე, ნაწილობრივ დაარტყმა ყოფილა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მე თუ მკითხავთ არ დაარტყმა ყოფილა
რაღაცა თუ მკითხავთ, ვინაიდან ის ნაწილი ეხებოდა სწორედ პირველი ინსტანციის მოსამართლის ნინო სახელაშვილის დიპლო, ანუ რამდენად აქვს მას კანონით რათვალისწინებული განათლების ცენზი, რამდენად არის კანონით დადრენილი წესით დანიშნული მოსამართლე. ვინაიდან მისი დიპლომების მიხედვით ეს არ იკითხება, რომ მას აქვს სრული იურიდიული განათლება. არ მინდა მე ძალიან დიდ სამართლებრივ დისკუსიაში შევიდე ამ ნაწილში. საზოგადოებამ ნახა, რატომაც ეს ადამიანი ამ ადამიანის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, როდესაც ფიზიკურად უსწორდები სახელმწიფოს წარმომადგენელს, შესაბამისი რეაგირება ბუნებრივია იქნება სახელმწიფოს მხრიდან, მით უმეტეს განმეორებით ხდება ეს პროცესი. იცით რომ მასთან იყო ასევე შეთავაზება საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით, ან უფრო იოლ გამოსავალთან დაკავშირებით, მაგრამ ამაზეც უარი იყო და ერთადერთი აბა ეხლა რაც არის, არა ის პოლიტიკური, არ ვიცი, ცირკი, რასაც ჩვენ ხედავთ ხოლმე, რომ ხან ვითომ ერთი ჯილდო რაღაცისთვის, ამისთვის, სამართლებრივი პროცესი არის სწორი გზა. აბაშოში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ. აბაშობა 2025-ის ფარგლებში ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ პარკში იმართება. უკვე დაჯილდოვდნენ საპატიო აბაშელის წოდებით სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები, მუნიციპალიტეტის მერმა დააჯილდოვა პატარა სპორტსმენებიც. მოეწყო ნიღბების თეატრის გმირების მსვლელობა, ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და აბაშელ ხელოვანთა გამოფენა. ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება. ძალიან ამაყივარ რომ აბაშაში ვცხოვრობ, რომ დაამაფასა ჩემმა რაიონმა და ასეთი დიდი ჯილდო მომანიჭა. დიდი მადლობა ყველას. ყველა აბაშლებს ულოცავ დღევანდელ დღეს. წარმატებული, სიყვარული, სიკეთის და სიხარულის მომდანი ყოფილიყო ჩვენი აბაშლები და ყველასთვის დღევანდელი დღე. ულოცავ ყველა აბაშელს აბაშობის დღესასწაულს. უსურვებ წარმატებებს, დღეს გამოვარჩიეთ რამდენიმე ადამიანი, ვინც აბაშის განვითარებაში და აბაშის ყოველდღიურობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა, დავაჯილდოეთ და მივანიჭეთ საპატიო აბაშელის წოდება. კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა. მდინარაძეს სხვადასხვა სტუდიაში თავისივე სცენარით გადაღებული აქვს არაერთი დოკუმენტური ფილმი. ეწეოდა საპროდიუსერო საქმიანობას. არის 70-მდე სატელევიზიო ფილმის პროდიუსერი. ელდარ მდინარაძე მუშაობდა ტელეკომპანია მეცხრე არხზე, იყო ტელეკომპანია მზის გენერალური დირექტორი. ბოლოს კი ტელეკომპანია იმედის სამხატვრო ხელმძღვანელი. ელდარ მდინარაძეს ოქტომბერში ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. კურიერი 6-ზე დასრულებულია. მე დღეს ამით გემშვიდობებით. ახლა კი ეთერს ვუთმობთ სპორტს. რამდენიმე წუთში შემოგიერთდებათ ლაშა დვალიშვილის სპორტის სიახლეებით.